საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთში იმყოფება. მაკა ბოჭორიშვილს დაგეგმილი აქვს პირისპირ შეხვედრა მის კოლეგასთან. დისკუსია გაიმართება გაფართოებულ ფორმატშიც. მინისტრები პოლიტიკურ გზავნილებს ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააჟღერებენ. მაკა ბოჭორიშვილი სლოვაკეთში მიუნხენის კონფერენციიდან ჩავიდა. სალომე ქოქიაშვილი აშუქებს ვიზიტს და გვერდება ახლა პირდაპირ ეთერში. სალომე, გისმენთ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან გადმოინაცვლა სლოვაკეთში, ბრატისლავაში, სადაც იწყება უკვე საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის პირველი დიპლომატი შეხვდება მის სლოვაკ კოლეგას. შედგება შეხვედრა ჯერ პირისპირ ფორმატში, შემდგომ გაფართოებულ ფორმატში და უკვე ამის შემდგომ ჩვენ მოვისმენთ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პრესკონფერენციას და დავალოდებით იმას, თუ როგორი იქნება მათი გზავნილები ამ პრესკონფერენციაზე. უნდა ითქვას, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს სლოვაკეთთან აქვს საკმაოდ მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები. შევახსენებთ ჩვენს მაყურებელს, რომ პირველად დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და სლოვაკეთს შორის დამყარდა 1996 წელს და მას შემდგომ ძალიან აქტიურად ვითარდება და უფრო მეტ ასე ვთქვათ, სფეროს მოიცავს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები. აქვე შევახსენებთ ჩვენს მაყურებელს იმასაც, რომ სწორედ სლოვაკეთი უნგრეთთან ერთად არის ის ქვეყანა, რომელიც საერთაშორისო სტრუქტურებში ძალიან აქტიურად იცავს საქართველოს სახელმწიფოს პოზიციებს და მათ შორის ევროკავშირში ხშირად სარგებლობს ხოლმე ხმის უფლებით, მაგალითად მაშინ, როდესაც საუბარი არის საქართველოს წინააღმდეგ გარკვეული სანქციების შემოღებაზე თუ სადამსჯელო ღონისძიებების შემოღებაზე, ამ შემთხვევაში სლოვაკეთი და უნგრეთი სწორედ შეთანხმებულად მოქმედებენ ხოლმე ასეთი გადაწყვეტილებების წინააღმდეგ თავად ევროსტრუქტურებს შიგნით. ნახოთ, როგორი იქნება ეს შეხვედრები. ყოველ შემთხვევაში არსებობს საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები, როგორც ჩვენ სლოვაკეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გვითხრა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილის სამუშაო ვიზიტით იმყოფება სლოვაკეთის რესპუბლიკაში. ქალბატონი მაკა სამუშაო შეხვედრას გამართავს სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან ბატონ იურაი ბლანართან. შეხვედრაზე განხილული იქნება ორ ქვეყანას შორის არსებული ძალიან კარგი და ძალიან თბილი ურთიერთობები და ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები. ასევე საგულისხმოა, რომ სლოვაკეთი არის ქვეყანა, რომელიც საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და ევროინტეგრაციულ გზაზე ძალიან მხარს უჭერს.